მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ესეც წარადგინე. თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს ეს ორი საკითხი მგონი მუდმივად არის სამეორებელი, მე ჩემს ეთერებს ყოველთვის ამით ვიწყებ ხოლმე. რაც შეეხება არჩევნებს და იმ 6 პუნქტს 6+1-ს უბრალოდ ცალკე აღებული თითოეული პუნქტის შინაარსთან არათუ პრობლემა არ მაქვს, როდესაც ისინი ყალიბდებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში მეც ვიღებდი ხოლმე მასში მონაწილეობას არა ალიანსის ფარგლებში, ოღონდ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ წლების განმავლობაში პარტიების და პარტიებს მიღმა არსებული საარჩევნო ექსპერტები საუბრობდით ხოლმე იმაზე, რა შეიძლება შეიცვალოს, ხო? ამას აჩვენებდა იმ არჩევნების გამოცდილებები, რომელიც გქონდა ბოლოს 20-ის, 21-ის, 24-ის და სად იყო ხოლმე ქართული ოცნების მიერ განსაკუთრებულად გადაჭარბებული და მითვისებული რაღაც სივრცეები. მაგრამ ამის მიღმა არსებობს კიდევ ძალიან ბევრი პუნქტი. ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ეუთო ოდირის ბოლო დასკვნა 2024 წლის არჩევნების, სადაც არის 28 რეკომენდაცია. და ამ 28 რეკომენდაციას კიდევ ბევრი რეკომენდაცია ემატება, იმიტომ რომ ერთ-ერთი წერია, რომ სავალდებულოა შესრულდეს ეუთო ოდირის გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციები, რომელსაც ქართული ოცნება არაფრის დიდებით არ ასრულებს. შესაბამისად, ჩემთვის ეს 6 პუნქტი არის რაღაც მინიმალისტური მოდელი, რომელთა ცალკეული პუნქტის შინაარსთან, როგორც გითხარით, არ მაქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ პრობლემა მაქვს ამ 6-ვეს რაობასთან, როგორც არჩევნებში შესვლის წინაპირობასთან, ან თუ გნებავთ ბოიკოტის პირობასთან. იმიტომ რომ მიმაჩნია ჯერ ერთი არჩევნები ჩვენ მოპოვებული არ გვაქვს, ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო, ჩვენც ვითხოვთ ხო ახალ არჩევნებს. ისევე როგორც ითხოვს ამას პირველ რიგში ამას ითხოვს ქართული საზოგადოება 2024 წლის შემდეგ, ხო? ეს არის უცვლელი მოთხოვნა. ისევე როგორც ინდისის პატიმრების გათავისუფლება, რომელიც საერთოდ არ შედის რაიმე საარჩევნო პირობაში. შესაბამისად, ის ბრძოლა და ის წნეხი, რომელიც უნდა გაიზარდოს და რომელმაც შეიძლება ეს დათმობები გამოიწვიოს ქართული ოცნების მხრიდან, რადიკალურად უნდა გავმიჯნოთ და უბრალოდ კაფიოთ უნდა გავმიჯნოთ იმისგან, თუ კონკრეტულ მოცემულობებში შევალთ თუ არა არჩევნებში და საერთოდ დაუკარგავთ თუ არა პოლიტიკურ პროცესს მის მთავარ ინსტრუმენტს. ეს არის არჩევნები, მათ შორის ავტორიტარული რეჟიმის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ გამოცდილებად შეგიძლიათ აიღოთ ზუსტად. თქვენ ხომ გახსოვთ, ხო, ჩვენი პარტიის პოზიცია, ჩვენი კოალიციის პოზიცია რა იყო? ეს იყო ძალიან ხანგრძლივი დროს განმავლობაში მთავარი პოლიტიკური თემა. ხო, და რას ვამბობდით ჩვენ, ხო, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეხლა აი ამ არჩევნებში შესვლა, ამას დე-ფაქტო არჩევნებსაც ვეძახდით, ხო? ვამბობდით, რომ ეს არანაირ შემხებლობაში არ არის ჩვენს მთავარ მოთხოვნასთან, ხო? ახალი საპარლამენტო არჩევნების და ინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან. ეს ასე იყო მანამდეც 4 ოქტომბრამდეც, გრძელდება ახლაც. უცვლელი არის ეს პოზიცია, იმიტომ რომ თვლიდით ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა კონსტიტუცია, უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენი პარტია, ხმე დარწმუნებული ვარ, სხვაებიც ამაზრზე არიან საკუთარ თავზე, ვართ ის ძალები, რომლებიც რჩებით კონსტიტუციური სივრცის ერთგულები. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელიც თვითონ გავიდა ამ კონსტიტუციური სივრციდან, მათ დაარღვიეს კონსტიტუცია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველა ეს ბრძოლის მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. ბრძოლის მეთოდი არის საპროტესტო აქციებიც მათ შორის, ხო? ის რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ვისაუბროთ, ხო? მოქალაქეებს ვესაუბროთ, ეს არის კონსტიტუციური ინსტრუმენტები. და არჩევნები ანუ ბოიკოტის კონსტიტუციური ბოიკოტის კონსტიტუციური ინსტრუმენტია, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩვენ თვლით, რომ პოლიტიკურად ის არ არის მიზანშეწონილი და ჩვენი აზრით ამან არანაირი შედეგი არ გამოიწვია, რატომ? ანუ ჩვენ მართალია 4 ოქტომბერს ვერ მივახციეთ იმას, რისი მიღწევაც გვინდოდა, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური სპექტრი იყო ფრაგმენტირებული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი არ აღმოჩნდა შედეგიანი, ხო და დასრულდა, იყო დიდი მოლოდინი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ის ვერ აღმოჩნდა შედეგიანი. ერთგვარად სამადი იყო მაშინ დაყოფილი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ერთი ვინც მოლოდინებს აგებდა 4 ოქტომბერზე, ერთი ვინც არჩევნებში მონაწილეობდა და იყო მესამე ნაწილიც, რომელიც ორივე მათგანს რაღაცნაირად ემიჯნებოდა, ესეც უნდა ემიჯნებოდა, ხო, იყო. ხო, არ იყო ჩართული მოთხრობა. ჩვენ იმას ვიძახდით, რომ ეს ორი პარალელურად 4 ოქტომბერზე თუ საუბრობთ ის საერთოდ არ იყო. ხო, არ იყო პრობლემა, რომ
არჩევნებზეც გამოსულიყო ადამიანის საპროტესტო აქციაზე, იმიტომ რომ ეს ლეგიტიმური ბრძოლის მეთოდებია, მაგრამ პოლიტიკურად ახლა ჩვენ რომ გამოვშიგნოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან გრძელვადიანი გამოდგა, ხო? და შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ამ პირობების დაყენება გამოშიგნა, ეს არის რაღაცა სტანდარტის გაწერა, ხო? რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს მინიმალური სამართლიანობის შეგრძნება და ასევე პირობები, ხო, რომ აზრი კონდეს მონაწილეობას ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პროცესში მონაწილეობას აქვს აზრი და ჩვენ პარტიაში ეს ვფიქრობ. ეს განცხადება თავისთავად არ მოიცავდა ნებისმიერ პროცესში როგორ შეიძლება კონდეს მონაწილეობას აზრი. ან ნებისმიერი შეიძლება იყოს ბევრად უარესიც. ბევრად უარესიც შეიძლება იყოს ისევე როგორც იყო ბევრად უარესი. აკრძალეს სხვა პარტიები და თქვენ დარჩით მარტო. ნებისმიერი არა, შეიძლება ჩვენც აგგრძალონ, მაგრამ სანამ აგგრძალავენ, ხო შესაბამისად ნებისმიერი არასწორი ტერმინი არა. არა, ხო, ანუ თუ ამკრძალეს და გიორგი სიორიძეს აუგრძალეს პოლიტიკური საქმიანობა, რაც შეუძლიათ იმ კანონმდებლობით, მაშინ რა ვთქვა, ხო? შეჩევითად ნაწილს აუგრძალეს პირობითად. მე ამ ეტაპიდან ვიდექ. უარესი არ დაილევა. უარესი არის სამოქალაქო ომი და სამხედრო გადატრიალებაც მომხდარა. მე ვამბობ, რომ ბევრად უარეს საარჩევნო სისტემაში კარგი მაგალითი გვაქვს დამარცხდა ავტორიტარიზმი უნგრეთში, ხო? ბევრად უარესი იყო. საარჩევნო გარემო იყო არანაკლები შეიძლება იყოს. ზოგან შეიძლება ჩვენთან უფრო მძიმე ფორმები აქვს რაღაცა გამოვლინებებს, რაღაცას ბევრად უარესი. ეს საარჩევნო სისტემაზე არ არის მხოლოდ არჩევნების სამართლიანობის გარემოზე ვსაუბრობ. ანუ უფრო უარესი მდგომარეობა არ იყო დემოკრატიულად. საარჩევნო სისტემა ბევრად უარესი, საარჩევნო გარემო ნაწილ მიმართულებებში უარესი ვიდრე საქართველოში. დამკვირვებლების თვალსაზრისით, შანტაჟის, დაშინების, მოსყიდვის თვალსაზრისით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციის სრული კონტროლის თვალსაზრისით, არჩევნებზე და საარჩევნო დავებზე პასუხისმგებელი სასამართლო კოლეგიის თვალსაზრისით. მაინც უფრო უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობ და არა ზოგად დემოკრატიულ პოლიტიკური ლიდერების ციხეში არიან თუ ციხის მიღმა პოლიტიკური პატიმრები, ზეწოლა, ძალადობა, მედიის წარმომადგენლების მიმართ ფინანსური რას ვლაპარაკობ, საერთოდ პრაქტიკულად 85% მედიის მობინოპოლიზებული ჰქონდა ორბანს, ეთერი არ ჰქონია, მადიარს სანამ არ გაიმარჯვა მეორე დღემდე, ხო? თლიანად სოციალურ ქსელში ჰქონდა კამპანია, საარჩევნო ბანერი არ ჰქონია ერთი, ადამიანებს ოპოზიციურ მიტინგზე მონაწილეობის გამო სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ საკუთარ რაიონსა და ქალაქებში. არ მიგვიჭდა მეც მაგას ვამბობ, საზოგადოება მიმართულებებით უარესად ვარ, უბრალოდ ამას ვამბობ უკვე. რა თქმა უნდა, მაგრამ იყო რაღაცები, რაც მსგავსი იყო ერთ-ერთში საქართველოსთან და ზოგი მიმართულებით უარესიც კი იყო. იდეალური პირობები, რა თქმა უნდა, არ შეიქმნება, ხო, უბრალოდ თავარი არის ნებისმიერი არ არის სწორი ტერმინი. მე მხოლოდ ამაზე დავიწყე თქვენთან დავარო. ნებისმიერ გარემოში ვერ შევხვდით. იმ გარემოში, სადაც პოლიტიკური პარტიები ფორმალურად არსებობენ, სადაც მათ შეუძლიათ ფორმალურად მიღება მონაწილეობისა არჩევნებში და კანდიდატებს ფორმალურად მონაწილეობა, ანუ აი ამას გულისხმობ. თორე თუ ყველანი დაგვიჭირეს და დახვრეტის მუხლი შემოიღეს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ მასში მონაწილეობას. შესაბამისად, ხო და რა არის თქვენი პირობა მაშინ? თავარი არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას გადავტეხოთ ის ნავსი, რაც გულისხმობს შიშისა და ნიჰილიზმის დათრგუნვას და დამარცხებას. აი ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა მოქალაქემ. არა მხოლოდ უნგრეთის მაგალითად არამედ ყველა ჩვენს იმ წარმატებულ შემთხვევებში, როდესაც ხელისუფლება შეცვლილა გარდა 91-12 წლებისა, ხო, როცა სამხედრო გადატრიალება იყო, ყოველთვის იყო არახელსაყრელი პირობები ოპოზიციისთვის, მაგრამ ხალხის აქტივობას შეუძლია ამისი დათრგუნვა. და აქ უბრალო უმრავლესობით კი არ უნდა აჯობოდათ, თუნდაც პლუს ერთი ხმით, იმიტომ რომ ავტორიტარიზმში ვართ და მძიმე ავტორიტარიზმში ვართ, არამედ უნდა აჯობოთ დამთრგუნავი, წამლეკავი უმრავლესობით. ეს იყო თავარი უნგრეთშიც, რომ 17 საათზე უკვე კენჭისყრის დღეს იყო რეკორდულად დიდი აქტივობა, არა სხვა არჩევნების 17 საათთან შედარებით, არამედ საბოლოო აქტივობასთან შედარებითაც კი. მაშინ დაინახა ორგანმა, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მას ჰქონდა არსენალში, დავების, ძალოვნების ჩარევის, ადმინისტრაციის, იქაც იყო კარუსელები, ყველაფერი იყო იქ კოორდინატორების სიებით, უნგრელებისგან მაქვს მე მოსმენილი და ამ საქმის მსოდნე ადამიანებისგან, რომელთაც თავყუთარი თვალით ნახეს. ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ბოლოს ორბანმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ გადააბარა ხელს. ეს მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, განსხვავებით მადუროსაგან. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ იმ შედეგს, რომ ადამიანებმა ირწმუნონ საკუთარი ძალისა, იმისა, რომ ამ ქვეყნის ბედი წყდება არა თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და პარტნიორების
პარტნიორების დედაქალაქებში, ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, ისინი ყოველთვის დაგვეხმარებიან და იდგებიან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გვერდით. ოღონდ თავარი სადავე ყოველთვის აქვს ხალხს. ამას ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომ მარტო მან დარწმუნება, ასევე ამბობენ იმასაც, რომ ხო, ისეთი წამლეკავე უნდა იყოს ეს ტალღა, რომ არჩევნებში ნებისმიერი манипуляცია შეიძლება გადაიფაროს, მაგრამ ხო არსებობს რაღაც ხედვა და სტანდარტი და თქვენს გექნება თქვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რას უნდა მიაღწიოთ თქვენ არჩევნებამდე, რომ ეს გახდეს უფრო სამართლიანი. ამის დაზუსტების შესაძლებლობას მაძლევთ. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვა დათმობებზე თუ არ მოდის, ან რაღაცა ნაწილ დათმობებზე მოდის გაზრდილი წნეხის შედეგად, არჩევნებს როგორც ასეც, თუნდაც კალენდარულ არჩევნებს, იმიტომ რომ ხლა ოდიში ვადამდელი არჩევნები, რიგარეში არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციები გადის, გამოდის, ჯერ მე მგონი არ ჩანს, ხო, ჰორიზონტზე. არ ჩანს, მაგრამ 28 ზუსტად ამას ვამბობ. ჩვენ ისთვისაც ვიბრძვით, არის ახალი სამართლიანი არჩევნების მოპოვება. უბრალოდ ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. თუ კალენდარულად ან რომელიმე არჩევნები დადგება და მასში მონაწილეობას არ მივიღებ, შეიძლება გაცილებით უფრო უკან გადადგას ქვეყანამ და საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა ნაბიჯი დიდი ნახტომი გააკეთოს უკან, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი წამით, ერთი დღით მაინც შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი არჩევნების. პოლიტიკური პარტიას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ხო, პოლიტიკური პარტია როგორც ორგანიზაცია არსებობს ზუსტად მაგისთვის. აქ ლაპარაკია იმაზე, რა იქნება უფრო სამართლიანი გარემო. რაღაც მარტო არჩევნების პრინციპზე ხო არ არის, რომ აი ნებისმიერ არჩევნებში ყველა მიიღოს მონაწილეობა. უფრო ოდნავ მინიმალური, ხო, მაგრამ ნახეთ რა შესაქმე. როდესაც ამას წინაპირობა დააყენებ, ეს მგონია მე პოლიტიკური შეცდომა, თან ფუნდამენტური შეცდომა. კიდევ ერთხელ მე არ მინდა რაღაცა ცუდი ვთქვა და შეურაცხყოფელი ვთქვა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ალიანსის წევრ პარტიებთან არ დაპირისპირებაში ვარ და ის ადამიანები, ვინც ამ პუნქტებზე მუშაობდნენ, ჩემი მეგობრები არიან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს პირობები უნდა შესრულდეს, ვინ უნდა შეასრულოს, ხო? ქართულმა ოცნებამ მის ხელშია სადავეები და სანამ არ შესრულდება, მის ხელში იქნება, ხო? ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს სადავეები საბოლოო ჯამში გამოუგლიჯოთ. ანუ თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ქართული ოცნება ძის, მაშინ მე მირჩევნია, ჩემი მოლაპარაკების სასტარტო პოზიცია იყოს ძლიერის პოზიცია და შევიდე მაქსიმალური პაკეტით. როგორც მინიმუმ ეუთოოდირის 28 რეკომენდაციის პაკეტით, ვიდრე მინიმალისტურის. მაგრამ თქვენ რეჟიმს ეუბნებით, რომ მე შევალ ყველა არჩევნებში, რომელში მონაწილეობის უფლებაც მექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იმითი დაუკმაყოფილდები და შევცვლი ამას. ისევე როგორც 4 ოქტომბრის არჩევნებით მე არ დაუკმაყოფილებული ვარ და ბრძოლა არ შემიძლია. თქვენი პასუხი უკვე აქვს ძლიერი პოზიციიდან, როგორ უნდა შეხვიდეთ ამ მოლაპარაკებაში? ძალიან მარტივად. როდესაც მე ვამბობ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას არჩევნებისათვის, არჩევნების მოპოვებისთვის და ვაგრძელებ ბრძოლას სინდისის პატიმრების გათავისუფლებისათვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მე სხვა ბრძოლის მეთოდებს, რასაც მანამდე ვიყენებ ამისთვის ისევე და უფრო მეტად ვცდილობ, რომ უფრო ეფექტური გავხადო და საზოგადოება დავარწმუნო. აბა წნეხი როგორ იზრდება. საქართველოში ნებისმიერი თუნდაც პროტესტი ერთი მეორეს რატო გამორიცხავს? ერთი მეორეს რატო გამორიცხავს? ანუ ამ მოთხოვნების დაყენებაც და მაგ ყველაფრისთვის ბრძოლა. ამას ამბობს. მე არ მითხოვს, რომ ისინი ბრძოლას ამ მოთხოვნებისთვის, ანუ ამ ახალი არჩევნებისთვის აღარ იბრძვიან მეთქი. მე უბრალოდ ვამბობ, რომ წინასწარ პირობების დაყენა, ბოიკოტის განწყობის ჩვენთვის რატო გამორიცხავს? ჩვენთვის კი არ გამორიცხავს, საზოგადოებას უჩენს უკვე თავის ელექტორატს იმ განცდას, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს სხვა შემთხვევაში და მე აღარ გავაგრძელებ ამ ფლანგზე ბრძოლას. და ეს პოლიტიკური კლასისთვის არის დამაზიანებელი, საზოგადოებისთვის არის დამაზიანებელი, იმიტომ რომ შეიძლება წლების განმავლობაში გავიდეს რაღაცა ჩიხში შევიდეს პოლიტიკური პროცესი. ამას ერთი და ორი პარტია მარტო ვერ იზამს. ერთი და ორი ფლანგიც მარტო ვერ იზამს. არც ერთ პარტიას არ აქვს ილუზია, მათ შორის არ ჩემსაც, რომ მარტო დაამარცხებს ქართულ ოცნებას, ხო? ყველა საჭიროა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენი მხარეც, ალიანსის მხარეც სხვებიც აუკლებლივ ყველა. დაახლოების პერსპექტივას მომავალში ალიანსთან? ალიანსთან დაახლოებაში რას გულისხმობთ გააჩნია? პოზიციებში ალბათ. პოზიციებში მოქმედებაში, წევრობას თუნდაც. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ იქიდან წამოვიდა წევრობასთან დაკავშირებით ჩვენ ხო რაიმე ხომ არ შეცვლილა. აი თუნდაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რომ ასთა სხვადასხვა მოგოქს, მე მგონი ჩვენს გადაწყვეტილებას მასში არ გაწევრიანების უფრო მეტად ამართლებს, ხო? თავიდანვე ცუდი იქნებოდა რომ ალიანსში ჩვენ დისონანსი გქონოდა. ჩვენ რაღაცა საკითხებზე განსხვავებული ხედვა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვინც ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს, ვინც არის პროდასავლური ეროვნული პოლიტიკური პარტია, ჩვენ მას ვერ განვიხილავთ სხვა მხარეს, მაგრამ
ჩვენი ხედვა არის სწორედ და თავდაპირველი ხედვაც განმასხვავებელი პირველი ეს იყო რომ მიგვაჩნია რომ ყველა სეგმენტი უნდა ავითვისოთ საზოგადოების ყველა სეგმენტი დავარწმუნოთ ყველას ვემუშაოთ მიზნობრივად და ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მიგვაჩნია რომ ბოიკოტი საქართველოში არ შეიძლება არც ერთი პოლიტიკური პროცესის, იმიტომ რომ ყველგან შეგვიძლია ჩვენ პირიქით ქართული ოცნების საზიანოდ გამოვიყენოთ იგი. აი ესე მიგვაჩნია ჩვენ, თორე რა თქმა უნდა ისინი აგრძელებენ ახალი არჩევნებისთვის ბრძოლას. ჩვენც ვაგრძელებთ, მაგრამ თავარი რაც არის ნიჰილიზმის და შიშის გადატეხვა საზოგადოებაში, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენი აზრით და მათაც ამაზე უნდა იმუშაონ. პირიქით, ძალა უნდა გამოვასხივოთ და საზოგადოებას თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმისი განცდა რომ მის ხელში არის ამ ქვეყნის ბედი. უნგრეთი ამის ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევს, ხო? კი ბატონო.